ეს ზღაპარი ორ გოგოზია, რომლებსაც ძალიან უყვარდათ სახლში, როცა მარტო რჩებოდნენ, უჯრებში ქექვა. რაღაც მიუწვდომელ და მიუდგომელ ადგილებზე ასვლა, შეძრომა და ძველი რაღაცეების ქექვა. ერთს ერქვა ანკა, ეძახდნენ ანკულინას. მეორეს ერქვა ელენე და ელელეს ეძახდნენ. მოკლედ ძალიან ახლობლები იყვნენ ერთმანეთის. ხშირად იყვნენ ერთად თამაშობდნენ და ეძებდნენ თავგადასავლებს. ოღონდ ელელე იყო ძალიან პრანჭია და უმცროსი ანკულინაზე. ძალიან პრანჭია და სულ უნდოდა რომ სარკეში ეყურებინა. ჩაიხედავდა სარკეში, დაინახავდა თავის თავს და ვიმე რა ლამაზი ვარ, ამბობდა ხოლმე თავის თავზე. ისე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ანკულინას კიდე უფრო წიგნების კითხვა უყვარდა, მულტფილმების ყურება უყვარდა, გამჭრიახი გონება ჰქონდა. ელენე უმცროსი იყო და ეუბნებოდა, კარგი რა, ნუ იყურები ამდენ სარკეში და ნუ იპრანჭები. წამოდი რამე მოვნახოთ და რამე თავგადასავალს ვეწიოთო. მოკლედ, ერთხელ დარჩნენ სახლში და იფიქრეს, რა დარჩა ისეთი ადგილი, რაც ჩვენ არ დაგვითვალიერებია. უცბად გააღეს დაბლა კარადის კარი, შეიხედეს და შიგნით ღრმად, აი ასე ღრმად სიბნელეში იტო ხუთი, რომელიც აქამდე არ ენახათ. ელელემ და ანკულინამ ერთმანეთს გადახედეს და თქვეს, რაღაცა საინტერესოს მივაგენითო. მოდი გამოვწიოთო და გამოწიეს საკმაოდ დიდი ყუთი. ძალიან ლამაზად მოხატული. ანკულინა ამბობს, ეს ეთყობა ძალიან ძველი ყუთიაო. ძალიან ძველებური, ალბათ შიგნით ძალიან საინტერესო რამეები გველოდებაო და გადახსნეს. შიგნიტანაც როგორი მოხატული იყო. ჩაიხედეს შიგნით და იმდენი რამე იყო. თან ძველები ეთყობა ბებიის ნაქონი. რა თქმა უნდა, ელელემ იმ წუთშივე ტუჩის საცხი ნახა. ტუჩის საცხი, ანკულინა უნდა ჩამიხედო სარკეში და დავისა. ანკულინა ეუბნება, მოიცადე. ელელე, მოიცადე, ერთი წუთით კიდე აქ ბევრი რამე დავს. არა, მეორე ტუჩის საცხი. ძველებური პატარა სამარცხელი. დედა, ესეთი ჩვენ დედიკოს არ აქვს. არც ჩემ დედიკოს, ანკულინამ თქვა. ჩემ დედიკოს საერთოდ მოკლე თმები აქვს. ელელემ კიდე თქვა, ჩემ დედიკოს ძალიან ლამაზი გრძელი თმები აქვს და სულ ძალიან ლამაზად ივარცხნის. სუნამო, რანაირი ბოთლია. ოღონდ შიგნით არასხია, ეთყობა სულ დაცლილია. ან აორთქლდა ანკამ თქვა, იმიტომ რომ იცოდა აორთქლება რას ნიშნავს. ძველებური ფულები. ანკა ეუბნება, ეს ფულები კი არის, მაგრამ ეთყობა დიდი ძვირი და ძვირფასი ფულები არ არის, თორე ესე არ დატოვებდნენ, რამეს იყიდიდნენ. რა უცნაური ფულებია. ღმერთო ჩემო, კიდე რა არის აქა? სათვალე. ეთყობა ბებია, სათვალე. ვინმე არაფერი არ ჩანს. ელელე ეუბნება, ანკულინა, ეს თაგვი ხო არ გეცნობა? ნეტა რას აღებს ეს გასაღებები? დედა ამბობდა, ბავშვობაში სხვა სახლში ვცხოვრობდიო. ისე მიყვარდა ის სახლიო, შუშაბანდები ქონდაო
და იქიდან კიდე ალუბალი რო აყვავდებოდა, ისეთი ლამაზი იყო, ეთყობა იმ სახლის არის. ეს თაგუნია მაინც ვერ მივხვდი აქ რა შუაშიაო, ანკულინამ თქვა. ხო, მოდი კიდევ ნახოთ კიდე. ყუთში პატარა ყუთი. გადმოყარე რა არის, გადმოყარე. ვაიმე, საყურეები. რა ლამაზი საყურეებია. მოდი გავიკეთებ, ელელემ თქვა, იმიტომ რომ ხო პრანჭია იყო. ოიმე როგორ მიხდება? როგორ მიხდება, ღმერთო ჩემო, ძალიან მიხდება, ხო? აბა კიდე რა არის აქ? წერილები. მოდი ვნახოთ რა არის. ანკაში ხო კარგი კითხვა იცი? ყვავილებ ჩაწეპებული. აქ კიდე რა არის? ვაიმე, ეთყობა ბებიას სასიყვარულო წერილებს უგზავნიდნენ. გილოცავ ახალ წელს და ქრისტეს შობას. უსაშველო პატივისცემით. ზურიკო. ბებიას შეყარებული იყო, ეთყობა ზურიკო. აბა კიდე ვნახოთ აქა. ვაიმე. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო მშვენიერო. გილოცავ სიყვარულით ავლე. დედა ბებიკოს რამდენი შეყარებული ყოლი, ან ბებიკოზე რამდენი შეყარებული ყოფილა. ეს რა არის, რაღაცა წერილი. ყობა მალე არის 12 საათზე. მოიცად გადმოატრიალე. აბა რა გითხრა ძვირფასო ჩემო, ძნელია თქვენზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანის დაკარგვა, მაგრამ მისი სიყვარული განფენილია მთელი მისი კალმის ნაყოფში. ბედნიერი იყავით. ესეც ძველი წერილია. კარგი წყნარად დადე აქ არ გაფუჭდეს, მერე ხო უნდა ჩავალაგოთ. ფოტო. შეხედე ანკულინა. შეხედე. ეს ბატკნის ხელა ბატკანი, ჩვენ ხო ოთახში დიდ მაგიდაზე გვიდგას. დედა თურმე რამ ხნის ყოფილა. ეს პატარა გოგო ეთყობა ჩვენი დიდი ბებია. იმას აჩუქეს. წარმოგიდგენია რამდენი ხანია ეს ბატკნის ხელა ბატკანი ცხოვრობს ჩვენ სახლში. უცებელელემ ტირილი დაიწყო. მე კიდე სულ ყველაფერს ვტეხავ და ვაფუჭებ. თელთოჯინებს თავები დავაძრე. ყველა სათამაშო გავაფუჭე. აკა იძახის, იცი რომ მეც ვყავდა ისეთი საყვარელი მაიმუნი. ესე სულ მეთამაშებოდა, მიღიმოდა, ხანდახან ცხენოდა ხოლმე, ესე აკეთებდა ხელებს. ხანდახან ესე ამბობდა მშიაო, რაღაცნაირად შეფუთული იყო, არც კი მახსოვს სად გდია ეხლა. ისიც მე ბებია მაჩუქა, ხო ძალიან პატარა ვიყავი მაშინო. წარმოგიდგენია, არადა ეთყობა ბებია ძალიან უფრთხილდებოდა სათამაშოებს. მოიცადე, აბა წავიდეთ ეხლა დიდ ოთახში და ავიყვანოთ ის ბატკანი, რომელსაც აქ ბანტი უკეთია. წამოდი წავიდეთ. ჩაალაგეს ყველაფერი, ჩააწყეს ყველაფერი, აი ასე, ისევ ლამაზად ჩააწყეს ყველაფერი, დახურეს ეს ჯადოსნური ყუთი და წავიდნენ, რომ ბატკანი მოიყვანეს ელენემ და ანკამ ბატკანი და სიყვარულით ჩაეხუტნენ. ბატკანი მართლა პატარა ბატკნის ხელა იყო. ძალიან ლამაზი. ცისფერ თვალება. ამიტომ ბაბთად ცისფერი ეკეთა. ბავშვებმა თქვეს, რომ
ესე იგი, შენ კი ხარ პატარა, მაგრამ საკმაოდ ბებერი ხარო. მოდი ახლა შენთან ერთად ჩვენ ვითამაშებთო. ვითომ დარბი ხარ? ვითომ ეხა შემოხტი? ვითომ გადახტი? ვითომ აქეთ გადახტი? არა და ბატკანი ძიმე იყო, არ იყო ესეთი ადვილი სათამაშო. ვითომ აქეთ გადახტი? მერე წინ გადახტი, აი ასე. მერე მოდი ჩვენთან. ვითომ ეხლა ბურცკარი, ფეხი. ასე, ყოჩახ, კიდე აბა. ასე, ყოჩახ. ვაი მე რა კარგი ბატკანი ხარ. ელენე უბნება, არა ეხლა მე მომეცი, არა ანკა ამბობს ჩემია. არა ეს ჩვენი დიდი ბებიასია. არა ჩემია. და უცებ ბატკანი დაიმსხრა. სულ დაიმსხრა. სულ პატარა ნაწილებად იქცა. რა ვქნათ ახლა? ელენიკო რა ვქნათ? ვაი მე ანკა რა ვქნათ? რა საშინელება დაგვემართა? არა და არ გვინდოდა ჩვენ რომ გაგვტეხო და თეთა როგორ გაგვიბრაზდებიან მშობლები? ვაი მე როგორ შემეცოდა? ანკულინა ამბობს, მოიცადე რაღაცა დავინახე. რაღაცა გდია დაბლა და შეშინებულმა ხელი მოკიდა. უცბად ხედავს, რომ ბატკნის გულია, რომელიც ცოცხალივით ცემს. ესე იგი, ყველა თოჯინას, ყველა სათამაშოს ცოცხალი გული აქვს. ატირდა ანკაც, ატირდა ელენეც, მოსთქვავენ და ტირიან. ეს რა საშინელება დაგვემართაო. შემდეგ მოვიდნენ მშობლები. ისეთ დღეში ნახეს ბავშვები, რომ იმ წუთშივე იქით დაწყნარება დაუწყეს. ნუ გეშინიათ, არა უშავს. ვინმე ვსთხოვთ, ვინმე ხელოსანი იქნება, რომელიც გაამთელებს ამ თქვენ ბატკანს, გაამთელებს, გაალამაზებს, ისე რომ ნაწიბურებიც არ დარჩება. ეს გულიც დაიწყებს ცემას თავიდან და კიდე დიდხანს თქვენ შვილებს დარჩება ეს ბატკანიო. ბავშვები ძალიან დარდობდნენ და ასე ტირილში ჩაეძინათ. უცებ ორივე ხედავს ერთ და იგივე სიზმარს. ვიღაც ქალი მოდის, მაგრამ მიხვდნენ სიზმარში, რომ ეს ბებია იყო და ეუბნება, ნუ დარდობთ, ჩემო საყვარელო ანკა და ელენიკო. ნუ დარდობთ, ეს ბატკანი ხვალ დამთელებული იქნება. ისე დაამშვენებს თქვენ სახლს. თქვენ კიდე უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველაფერს ძალიან ფრთხილად და სიყვარულით მოექცეთ. თქვენ ოთახს, რომელსაც არასოდეს არ ალაგებთ. სათამაშოებს, რომლებიც მიყრილ-მოყრილია მთელ სახლში. ისინი ხო დარდობენ. ისინი ხო ფიქრობენ, რომ თქვენ არ გიყვართ ისინი. არა და ხედავთ ბატკანი, რამდენი წელია თქვენ სახლშია, რამდენ თაობას გაუძლო, იმიტომ რომ სიყვარულით უცემდა გული. ისე რომ მოუფრთხილდით ყველაფერს, ძალიან მოუფრთხილდით და სიყვარულით მოეკეცით თქვენ სათამაშოებს, თქვენ თოჯინებს, თქვენ წიგნებს. მე თქვენი იმედი მაქვს. აბა